საუბარს ნიკამელია ნაციონალური მოძრაობის ლიდერი გვერდება აღნიშნულ თემაზე სასაუბროთ. ბატონიკა საღამომშვიდობის და მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მოკლედ ჩვენ თავიდან დავიწყეთ საუბარი. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. და პირველი იყო თქვენი ყოფილი თარაგუნდელი სერგი კაპანაძე, რომელმაც რამდენჯერმე ახსენა, რომ შუალედურ არჩევნებში და ასე შემდეგ მოკლედ პარტია მონაწილეობას ბუნებრივია გულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას არ იღებდა. ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენი პოლიტიკური საქმიანობა მუდმივად რაღაც რევოლუციური სიტუაციის შექმნას ემსახურება, რადგანაც არცეთ არჩევნებში არ მიგიღიათ მონაწილეობა, ანუ რეალურად არ გაქვთ იმედი გამარჯვების დღეს არსებულ სიტუაციაში. ერთის მოგესალმებით, მადლობა, დიდი მადლობა მოწვევისთვის ირაკლი და რომელ არჩევნებში არ მივიღეთ მონაწილეობა ნაციონალური მოძრაობა, არათუ არ იღებს მონაწილეობას არჩევნებში, ბოლომდე იბრძვის და ერთადერთი არჩევნები ხა. კი ბატონო, ძალიან გავიგე, საერთოდ არ მინდა საუბარი ხა ევროპულ საქართველოზე, უბრალოდ ხა სიმართლე უნდა ითქვას ბოლომდე და ნახევარ სიმართლის არ ვარგა საერთოდ არცეთ სფეროში. ადამიანები წავიდნენ, კანდიდატი წარადგინეს. და მე შეუძლებელი გახდა უბრალოდ ნებისმიერი ერთობის ჩამოყალიბება და როდესაც საუბრობენ რომ ჩვენ ამდენი ხმა ვიღეთ და ამდენი პროცენტი იქ რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებს ან რომელიმე პარტიას თუ ნაციონალურ მოძრაობას კანდიდატი წარგვედგინა ჩვენ მთელი 3 თვის განმავლობაში მოსწრენი ვიქნებოდით როგორ ვერ ვძვით ერთმანეთს და გავახარებდით ბიზინა ივანიშვილს. ხო ისე მადლობა თქვენ რომ კანდიდატი არ წარვადგინეთ და შესაძლებელი იქნებოდა რომ არ ეჩქარათ და მოუმზადებლად რომ ეს ნაბიჯი არ გადაედგა და ძლიერი კანდიდატი პოლიტიკურ პარტიების გაერთიანებას არ ედგინა, მე ამ შემთხვევაში მართლა ვხედავდი ვანსადახონში გამარჯვებით დიჩას, მაგრამ ჩემო ირაკლი ძალიან ხო დიდი ხანია თქვენს ეთერში სხვადასხვა არ ყოფილა, ალბათ დაახლოებით ზოგადად ტელეკომპანია იმედის ეთერში, ალბათ ზოგადად 1-6 თვის განმავლობაში. როდესაც რაიმე უკავშირდება ნაციონალურ მოძრაობას ყოველთვის ხართ ჩემი სტუმარი და ასე იქნება. არა, უბრალოდ ფაქტი აღნიშნე. შესაძლოა ბოლო ერთი. რა რისი თქმა მინდა რისი თქმა მინდა ბატონო ირაკლი ძალიან სამწუხაროა რომ უკანასკნელი განსაკუთრებით ერთი თვის განმავლობაში რას ვადენებთ თვალყურს. ვადენებთ თვალყურს რა ხდება ქართული ოცნების პარტიაში, ქალბატონი ბესელია დატოვებს პოლიტიკურ საბჭოს, თუ დარჩება, ბატონი სესიაშვილი დარჩება თუ წავა, ეხლა ივანიშვილი რატომ მოვიდა, რისთვის მოვიდა პარტიაში რაღაცა, ვის აინტერესებს ქალბატონი ბესელია პოლიტიკური საბჭოს წევრი იქნება, თავმჯდომარე იქნება πολιτიკური საბჭოსი ბატონი ივანიშვილი თუ აშენდა. ქვეყანაში რა ხდება, ამაზე კი არ საუბრობენ. ამაზე არ ძალიან ხო დამასრულებია. დიახაც ეს მაინტერესებს. დიახაც ეს არის. არა, თქვენ კი არ გეუბნებით. გასაგებია, მაგას გეუბნებით ბატონო ირაკლი. ამიტომ ეს ხალხი, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ორიენტირებული მხოლოდ აი ამ ძალაუფლების შენარჩუნებაზე, რომელიც არის შემოკრებილი რამდენიმე ვიწრო კლანი შეიქმნა ბატონი ივანიშვილის გარშემო, შოულობენ დამატებით ასობით მილიონ დოლარს, კორუფციაში ჩაფლულები არიან. და ხალხი როგორც ასეთი საერთოდ არ ახსოვთ და რა უნდა გავაკეთოთ ამ დროს. რა თქმა უნდა, ყველა უნდა გადავდოთ ჩვენი წენა ვიწრო პარტიულ იქამდე მივდივარ უბრალოდ ვიწრო პარტიულ ინტერესებს უნდა გავცდეთ და ჩვენ თავს ვაჯობოთ პირველ რიგში. მე ნამდვილად არ გამიადვილდება და ჩემთვის არ იქნება ადვილი ბატონ ბოკერიასთან ქალბატონ არ ვიცი ჩერგოლეიშვილთან ამათა თანამშრომლობა ჩემთვის არ იქნება, ან ერთ მაგიდასთან ჯდომა არ იქნება ადვილი. არც ემოციურად, არც პოლიტიკურად, არც ადამიანურად, მაგრამ ძალიან დიდი რამ დევს სასტოვზე. სასტოვზე დევს ამ ქვეყნის მომავალი. უნდა გადავარჩინოთ. დიახაც, აქ საუბრობდნენ მეგობრები, რომ დემოკრატია კი არ არის გადასარჩენილი, ხო და პოლიტიკა კი არ არის. უბრალოდ ხალხი არის გადასარჩენილი. აი აქ ასევე საუბარი იყო როდესაც ქვეყანაში გაშლაგებულად ჩემო ირაკლი იმატებენ ხელფასებს ძალიან თქო და გადახილს ვაკეთებ და გადავდივარ ბატონიკა კითხვა-პასუხის რეჟიმში გადავიდეთ უკეთესი იქნება ბევრი კითხვა. აი ამ აზრს დავასრულებ. როდესაც მთელი 6 თვის განმავლობაში მთელი ქვეყანა მოსახლეობა ვადენებდით თვალყურს რომ 700-800 ლარით იმატებენ ხელფასებს რა გააკეთეს სიღნაღში, რა გააკეთეს ბორჯომში, მაღალი თანამდებობის პირებისთვის და მილიარდერმა ადამიანმა 1 ლარით არ მოუმატა პენსია და ლარით არ უმატეს პენსიას. როდესაც წელსვე შესაძლებელია 80 ლარით გაიზარდოს პენსია და ამას ჭირდება 720 მილიონი ლარი და ამ დროს 630 მილიონი ლარით საბიუჯეტო ადმინისტრაციული ხარჯი გაზარდეს. დიახაც ნაციონალური მოძრაობა ამბობს და კონკრეტულ გეგმას დებს და ეს გაგვიკეთებია ჩვენ. მაგაზე ცოტა ხნის თქვენმა ოპონენტმა თქვა რომ ეს ტყუილი დაპირებებიაო სერგი კაპანიძემ გადაცემის დასაწყისში. ოპოზიცია, ამიტომ ეს ადამიანი ძალიან სამწუხაროა. ოპოზიცია როდემდე უნდა იყოს.
აი ეს პარტიის ნაციონალურ მოძრაობას 11ჯერ გაუზრდია პენსია გაყინული 14-ვარიანი პენსიიდან. დიახაც 150 ლარამდე პენსია გაიზარდა. დიახაც და ყველა პარალელურად ძალიან ქალაქები აშენდა. სამუშაო ადგილები იქნებოდა. რა თქმა უნდა, ბატონიკა, მე მინდა ეს დრო გამოვიყენო და გთხოვთ რომ იქნებ კითხვის დასმის შესაძლებლობა მოგცეთ. გამოდიხარ და ამბობ რომ და გვადარებ რომ ბიძინა ოპოზიციური პარტია როდესაც ქვია და ევროპული საქართველოს როდესაც ქვია, არ უნდა თქვა რომ ბიძინა ივანიშვილის დარი ფუჭი დაპირებები გაიცემაო, როდესაც საქმით აქვს ნაციონალურ მოძრაობას დამტკიცებული რომ საქმის კეთება ჩვენ შეგვილია, ჩვენს მიმართ სხვა პრეტენზიები იყო ამ გზაზე, რეფორმების გზაზე, ჩვენ ხისტები ვიყავით და ეს იყო მოსახლეობის ნაწილის მხრიდან ჩვენს მიმართ პრეტენზია. რეალისტურია, როდესაც 400 ლარიან პენსიაზე საუბრობთ. ბატონონიკა, 400 ლარიანი პენსია. გეუბნები და კითხვა ხო დამისვა. აი წელსვე კითხვა უნდა დაგისვათ, ჯერ არ დამისვათ. შესაძლებელი 80 მილიონით წელსვე არის შესაძლებელი გაზრდა პენსიის და გეუბნებით 720 მილიონი ლარი ჭირდება ამას. შესამცირებელი არის ადმინისტრაციული ხარჯი. და აუცილებლად კორუფცია არის აღმოსაფხრელი და სწრაფი ეკონომიკური ამაზე ჩვენ გვისაუბრია ბევრჯერ დაუბრუნდეთ თავად. ვისაც ამ ყველაფრის არ შეერა ბუნებრივია ის წარმატებას ვერ მიაღწევს, მაგრამ ძალიან ვთხოვთ ეხლა ნაციონალური მოძრაობის მიმართ იმის თქმა რომ რაღაცას პირდები და იმას არ აკეთებ, ქვეყანაში მილიარდელი ხელისუფალი ყავს, რომელიც ესო დამასრულებიოთ 30 წამი ჭირდება. 30 წამი და გადავიდეთ კითხვა რეჟიმზე. კომუნალურ გადასახადებს შევამცირებ. დიახაც საწვავის ფასს გავანახევრებ. ხელფასებს გავზრდი. უბრალოდ არათანადოს პირებისთვის, არამედ პედაგოგებისთვის, პოლიციელებისთვის, პენსიას გავდაშენდა. სრულიად საპირისპირო გააკეთა. ყველა კომუნალური გადასახადი გააძვირა. ლარი ისტორიულ ნიშნულამდე გააუფასურა, საწვავი ისტორიულ ნიშნულამდე გააძვირა. არა, უნდა დაუბრუნდეთ მეხუთე ბავშვი შიმშილობს და დასწრიდან ყოველი მეოთხე ვალით იკვებება. გასაგებია. სააკაშვილთან შეხვედრაზე საუბრობთ. ბატონონიკა. სააკაშვილთან შეხვედრაზე საუბრობთ. არა, გავაგრძელოთ თქვენ მეგობრები ახსენეთ და მე ამ კონტექსტში მაქვს კითხვები. ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ამსტერდამში გამართულ შეხვედრაზე, თქვენც იყავით, ბუნებრივია. როგორ ფიქრობთ, მათ რა მხარდაჭერა აქვთ საზოგადოების მხრიდან? ანუ ვინ არის მათი ამომრჩეველი? რა პოლიტიკური რესურსი გააჩნიათ? მე ამაზე ვკითხე მათაც და თქვენგანაც მაინტერესებს. პასუხი. კი ბატონო, დიდი მადლობა. უნიშნელოვანესი, აი რაზეც ვსაუბრობთ, ამ ყველაფრის პარალელურად შეიქმნას დიდი გაერთიანება, ვისაც გულახდილად უნდა ხალხის ინტერესების გატარება და რა ვიცი პარტიული ინტერესების გატარება. რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს თავისი ამორჩეველი და ეს საერთო ჯამში გაერთიანება იძლევა ერთ დიდ სინერგიას. და როდესაც საუბრობენ, იცით რა, მეორე ტური, ბუნებრივი, ასე ვთქვათ, პრაიმერისია და მეორე ხალხს ჭირდება რწმენა, გაერთიანება, რატო ჭირდება, იცით? ამორჩეველის დიდი ნაწილი რჩება ხალხში. ეს ამორჩეველი უნდა დავარწმუნოთ იმაში, რომ ოპოზიცია მოგებისთვის იბრძვის და არა მონაწილეობისთვის. რწმენა უნდა გაღვივდეს და ეს გაერთიანება იძლევა მუხტს და როდესაც მუხტი იქნება გამარჯვება არჩევნებში ბევრად უფრო ადვილდება. და არ ქონდა ჩვენც ვიყავით მე პირადად მაგალითად მომხრე დედაქალაქში რომ არ შემდგარიყო ბატონონიკა ამ პოლიტიკური პარტიების ოცნება კი ბატონო ბიძინა ივანიშვილი ნახეთ აი გასულობ ბიძინა ივანიშვილი მის გარშემო როდესაც იერთიანებდა პარტიებს დიახ წვალენთა პარტიის თავმჯდომარე დღესაც რო ყავთ კოალიციაში რა რეიტინგის მატარებელია ზვიად ძიძიგურის პარტია რა რეიტინგის მატარებელია წყემალაძეს პარტია რა რეიტინგის მატარებელია და კიდე იქ სოციალისტური პარტიის ჟორჟო რა რეიტინგის მაგრამ საერთო ჯამში მოდით ვაღიაროთ სინერგია შეიქმნა პატარ-პატარა პარტიების გაერთიანების სინერგია არა ბრძოლავრი მოდი სხვადასხვა სიტუაცია არის ხო 2011-ში და 2017-ში წარსულში სხვადასხვა სიტუაცია დიახაც ადრით ამორ პერიოდს ერთმანეთს 80% მოსახლეობის 80% შიმშილობს სამუშაო ადგილები ყოველდღიურად იკარგება და კორუფციაში არიან ჩაფლულები და დღეს სულ ახალი ამბავი ალბათ იცით თქვენ შეიძლება მაგდროს ეთერში ამ დროს ეთერში იყავით როგორ ვამხილეთ კიდევ ერთხელ ბატონი ქუმსიშვილი კორუფციაში ფაროსანას 3 წლის განმავლობაში ვერ ებრძვიან იხვეწებია მთელი დასავლეთ საქართველოს გვიშველეთო და აღმოჩნდა თურმე რომ 800,000 ლარი სახში გაატანა საკუთარი ოჯახის
ოჯახის წევრს. ჩვენ საუბრობთ გაერთიანებაზე, ბატონი, ამაზე საუბრობთ ქრონიკა. არა, გაერთიანებას კი არა, გაერთიანება საჭირო იმისთვის არის, რომ გასაგებია. ნაციონალური მოძრაობის კარგი, ბატონო ირაკლი. რატო კიდება, იცი? ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერზე მინდა გკითხოთ. ერთი წამი. შეგახსენოთ ნუგზარ ციკლაურის განცხადება, როდესაც მან დაადასტურა, რომ თავის დროზე ქრისტიან-დემოკრატიული პარტია იყო ნაციონალური მოძრაობის სატელიტი. მსგავსი შეფასებები ხშირად გვესმის იმ პარტიების მიმართაც, რომლებიც თქვენთან ერთად შეხვდა მიხეილ სააკაშვილს ამსტერდამში. ანუ რა გამოდის? ხალხისთვის უცნობი და ურეიტინგო პარტიებთან აპირებს გაერთიანება სააკაშვილი. ამას დავინახავთ, რატომ ნერვიულობთ? მე არ ნერვიულობ, კითხვას და მინდა პასუხი. არა მხოლოდ პოლიტიკური, კი ბატონო, პოლიტიკური სუბიექტები კი არ გაერთიანდებიან მარტო ამ პლატფორმაზე. სხვადასხვა საზოგადოების, სხვადასხვა აქტიური წევრების და უახლოეს მომავალში თქვენ ამას იხილავთ. იქნება ზოგი ძალიან ცნობილი, აქტიური, თავის დარგში გამოსვლილი ადამიანი, ზოგი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, როგორც ყავდა თქვენ სტუდიაში და ძალიან გამოსვლილი ადამიანები არიან და ძალიან უხერხულია მათზე ასე საუბარი. მით უფრო რომ დღეს ბიძინა ივანიშვილმა დიახაც პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური გაერთიანება იყიდა და ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერი თუ წარმომადგენელი იყიდა. დიახაც უბრალოდ იყიდა. ქვეყანაში არ დარჩა არც ერთი ბოტანიკოსი, ვინც ხმას ამოიღებს და გამოვა და იტყვის ბატონო ბიძინა. იგივე ბრალდებოდა თავის დროზე ნაციონალურ მოძრაობას და ხელისუფლებაში იყო. არა მე გეტყვი ეს ხალხი, არა, განსხვავება ნახით რაშია, ნახით განსხვავება რაშია, რას ვამბობ მე, თუ შეიძლება დავასრულებ ასწვენის პატივისცემით, რას ვამბობ მე, როდესაც ეს იჩეხებოდა მაგალითად კიკვიძეს ბაღში 10 ხე გაიჩეხა და პოლიციის შენობა ჩაიდგა, მაშინ ბოტანიკოსებიც ჩანდნენ, მაშინ გარემოს დამცველები ჩანდნენ და აკრიტიკებდნენ სააკაშვილს და შესაძლებელია სამართლიანად გარემოს დამცველები. დღეს არც ერთი ბოტანიკოსი არ ჩანს. ყველა უბრალოდ ყავს ხელფასზე. წარმოიდგინოთ, რამდენი პოლიტიკოსი, რამდენი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი იყიდა. პირდაპირ ეთერში დაშალა პარტიები, ხომ? და რატო გვებრძოდა? მეტი საქმე არ ქონდა ბიძინა ივანიშვილს მთელი ამ 6 წლის განმავლობაში ნაციონალურ მოძრაობას ესე გაშმაგებულად, ასე მონდომებით, რატო ებრძოდა? 2014 წელს ირაკლი ჩემთავს მე არ ვიდა ვინმე მიცნო დიდი რომელიმე თქვენგან იმას სახეზე 2014 წელს თუმცა მას შემდეგ ბატონიკამ თუმცა ორი ბრალი წამიყენა ბიძინა ივანიშვილმა ორი ბრალი წამი დღეს ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციაში რო ხარ დიახაც ამჟავრდებული ხარ ამ პატიმარი ხარ ამ ბრალდებული ხარ გასაგებია თქვენ თქვით რომ 2000 თავი მოუხარო და ადვილია დაანებო 2014 წლამდე მე ვინმე მიცნობდა თქვენ ხალხი თქვენ ბოლო პერიოდია, ნუ 2014-ის შემდეგ აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ეწევით, ხო? მაგრამ უნდა შეგახსენოთ, ვინაიდან თქვენ აღნიშნეთ, NDI-ის ბოლო კვლევები, რომლის მიხედვითაც მაგალითად მაღალი ნეგატივია პოლიტიკოსებს შორის, თქვენს მიმართ თუ არ ვცდები არის 37%. ოპოზიციაში ყველაზე პოპულარული არის სწორედ ის, ვინც იყო თქვენს გუნდში, ანუ დავით ბაქრაძე, რომელიც დღეს ასევე თქვენი ოპონენტია. ეს დავით უსო, ჩემთვის მნიშვნელოვანი არის ჩემთვის მნიშვნელოვანი არის რომ ყველა ორთაბრძოლაში რომელიც იმართება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ვიყო ძალიან აქტიურად ჩართული. მე ნამდვილად არ ვუფრთხილდები ჩემს პოლიტიკურ რეპუტაციას და რეიტინგზე არ მუშაობ ჯერ ერთის. თუ მაინდა-მაინც ეს გაინტერესებთ, დიახაც გაცილებით მეტი მქონდა 2014 წელს, 53 მქონდა. ეხა 37-ია. მაშინ როდესაც ამას არ რეიტინგზეა, ეს შეიძლება ორ დღეში შეიცვალოს. დიახ, მეტი იყო, ეხა ნაკლებია, დიახაც. ეს ნორმალური ნორმალური ამით უნდა ამაზე უნდა ვისაუბროთ ეხლა მე მელიას რამდენია რეიტინგი მაღალი თუ დაბალი ეს არის მნიშვნელოვანი თუ ის არის რომ არა ისა იმ პარტიის ლიდერი ვარ დიახაც რომელიც ვერ დააჩოქა რომელიც პარტიაც ვერ დააჩოქა ბიძინა ივანიშვილმა გამოვაკელით ჩემო ირაკლი გულახდილად გეუბნებით ეხლა ბევრი შეიძლება ქართული ოცნების ხარდაჭერების გვისმენენ ერთი პარტიის ლიდერი ხართ რომელსაც თავის დროზე ნაციონალური მოძრაობის გარეშე და ხმის ამომღები არ იქნებოდა დიახაც. ბრალდა 2018 წლის 1 მაისია საღამოს 11 საათს უკვე 10 წუთი. ამ დღევანდელ ვითარებაზე ვისაუბროთ. ძალიან ბევრი მინდოდა გვესაუბრა. თუმცა დანაშაულებები არ დავიწყდებათ, ხო? არავითარ შემთხვევაში ყველა ის ადამიანი, ვის მიმართაც აი ეს დღევანდელი ხელისუფლება დღეს ქართული ოცნება რო ქვია და ოპოზიციაში რო იყვნენ და რომ აკრიტიკებდნენ, 80% არის მათ გუნდში. ჩამოგითვალოთ? სახელებით და გვარებით ჩამოგითვლით. ყველა ის ადამიანი ან პარლამენტში უზით, ყოფილი ნაციონალური მოძრაობის წევრები, ან რაღაცა პარტიები გააკეთებიეს და ოპოზიციური პარტია დაარქვეს. ისა რა ქვია,
ანუ რა გამოდის მთელი საუბრიდან გამომდინარე 8 წლის განმავლობაში შესაძლოა ვერ ინარჩუნებთ და გეშლებათ და ამიტომ რაღაც კონკრეტულ პარტიებთან იწყებთ გაერთიანებას. რომელი გუნდის წევრი იყო მურუსიძე ან ზარდიაშვილი ან ასე შემდეგ და ასე რომელი გუნდის წევრები იყვნენ ნაციონალურ მოძრაობაში, მაგრამ ამ ხალხს აკრიტიკებდნენ. ამ ხალხს აკრიტიკებდნენ მთელი 8 წლის განმავლობაში და ეხლა ყავთ დაწინაურებულები. დიახაც მე მაგ უდიდესი მორალური უპირატესობა ამ ადამიანების წინაშე ქართული ოცნების ლიდერ. რატო ვიცით? დიახაც იყო შემთხვევები, იყო რაღაცა საქმეები, რაზეც ძალიან მოკლედ რეკლამის დროა ბოდი. ვიძულებული ვეთანხმებოდი, იმიტომ რომ იყო შეცდომები, იყო ბევრი რამე რაც უკეთესად შეიძლებოდა გაკეთებულიყო, მაგრამ ის ადამიანები, ვინც იყვნენ ამ ყველაფერში დამნაშავეები, დღეს ვხედავ რომ არიან ან ქართულ ოცნებაში, ან სადღაც კიდე სხვა პარტიებში. მადლობა. მაპატიეთ რა. გასაგებია ნიკამელია ნაციონალური მოძრაობის. აქ არ არის მნიშვნელოვანი ვის დავასრულეთ. აქ არ არის მნიშვნელოვანი ვის რამდენი აქვს რეიტინგი. ხალხს რა ეშველება აი ამაზე რო არ საუბრობს ბიზინა ივანიშვილი და ეკაბესელია პოლიტიკური საბჭოს წევრი იქნება, თუ ტრიპოსკი იქნება, თუ თავაკვაზე იქნება, ამაზე რო საუბრობენ, ეს არის უკვე თავისთავად ტრაგედია. მე მეტი მინდოდა მესაუბროთ მილიარდერი როდესაც ერთი ლარით აი ამაზე რატო არ საუბრობ? ნიკამელია ნაციონალური მოძრაობის ლიდერი იყო პირდაპირ ეთერში სამწუხაროდ დრო აღარ გვაქვს გისურვებთ წარმატებებს რეკლამის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი შემოგვიერთდება